სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო, დედანო, დანო და შვილო. მე მინდა მცირედ გაგესაუბროთ დღევანდელ წაკითხულ სახარებაზე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს იგავი ფართოდ არის ცნობილი, ბევრს აინტერესებს აი მაშინ არსებული ეს თემა. დიდარი ჭაბუკი მიდის უფალთან და ეკითხება, რომ მოძღვარო სახიერო, რა იკეთილი იქნება, რა იქაც ცხოვრებაი საუკუნეო დავემკვიდრო. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ზოგი ამ ადამიანზე ამბობენ, რომ საკვით მივიდა და ეს კითხვა უთხრა და არა სულიერი ინტერესისთვის, მაგრამ ველფიქრობ, რომ ეს ადამიანი სულიერად ფიქრობდა და სულიერი წისვლა უნდოდა და არა საკვით მივიდა. მერე შემდგომში ვნახავთ, რომ ეს მართლა ასე იყო და მიირბინა და ეუბნება, რომ მოძღვარო სახიერო. გაუფალ ვიყურეთ, როგორ მიმართავს. მის სიტყვებში აშკარა იყო, რომ იესო ქრისტეს მიმართავდა როგორც ადამიანს, რომელსაც ძალიან კარგი მოძღვრება აქვს და როგორც ღმერთს. და მიანიშნა, რომ რაისამეთქმე სახიერად, არავინ არ სახიერ გარდა ღმერთი მხოლოდ. და ამის მერე ეუბნება, რომ ცნებან იცინი და დაიმარხე და ჩამოუძღვის იმ 10 ცნებიდან, რომ როგორც არის მოგეხსენებათ, არა კაცკნა, არა იმუშვა, არა იყავა, არა ცილიფუცო და ატივեց მამასა შენსა და დედასა შენსა. და შეიყვარე მოყვასინით ერთსა თავით ის. და ეს ახალგაზრდა მიმართავს, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებ და დამიმარხავ სიკვდილი ჩემიდან და რა იღა მაკაცნე. და ამის მერე უფალი ეუბნება, რომ უკვე თუ გინდეს, რომ სრულ იყო. აუ თავიდანვე არ მოთხოვს სიმდიდრის და მონაგების გაყიდვას. რასაც ეუბნება თავიდან საკმარისია ჩვეულებრივი ერის ადამიანისთვის საკმარისია. მაგრამ ვისაც უნდა უფრო მეტი წინსვლა, უფრო მეტი სულიერი სრულყოფა და როდესაც ამ კითხვას უსმენს უფალს ეუბნება. უკვე თუ გინდეს სრული იყო, განყიდე მონაგები, მეც გლახაკთა და მოვედა შემომიდე გმე. ეს ახალგაზრდა დამწუხრდება და ჩავარდება სინანულში და წავა. აქედანაც კარგად ჩანს იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ დამწუხრდა ადამიანი, მას უნდოდა სულიერი წისვლა, მაგრამ მონაგებზე, ანუ სიმდიდრეზე უარი ვერ თქვა. და გავიხსენეთ, როდესაც ფარისეველი მივიდა და ეუბნებოდა ჟულის მოძღვარი რაღაცას ასე მზავრით კითხავდა და უფალი რომ მიუგებდა, ისინი გაბრაზდებოდნენ ხოლმე და ეს კი არ გაბრაზდა, სინანულში ჩავარდა და წავიდა. აქედან აშკარა, რომ ეს ადამიანი მართლა სულიერი ცხოვრებით ცდილობდა, რომ ეცხოვრა და სურვილი ჰქონდა უფრო მეტის, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ ნაბიჯზე დაბყოლდა და ვერ თქვა უარი სიმდიდრეზე. ანუ არჩევა რომ ისე ამ დონეზე იყოს და ის სულიერი წისვლა და წარმატება, რომელიც შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს აი ამ ნაბიჯით, როგორც უფალმა ბრძანა, რომ განყიდე მონაგები და დაურიგე გლახაკთ, მიეც გლახაკთა, ჯერ ეს ერთი და მერე მეორე, მოვედა შემომიდე გმე. აი ამაზე უკვე თავი შეიკავა. უფალი ამის მერე ბრძანებს, რომ დიდარი ძნიად შევიდნენ სასწაულსაც 1000. ანუ არა ის რომ არ შევა, ან ვერ შევა, არა, დიდარი ძნიად შევიდნენ სასწაულსაც 1000. აი ამაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ბევრს ვთქვა ჩვენთვის, რომ ეს როგორ არის, მაგრამ სიმდიდრე რა, ბოროტება, სიმდიდრე რა, რატო არ დამაკოლებელი? თვითონ სიმდიდრე თავისთავად ბოროტება არ არის. სიმდიდრეს ღმერთი გაძლევს ადამიანს, რომ მოიპოვოს 1000 სასწაული, სიკეთე გაამრავლო. მაგრამ აქ ხაზგასასმელად უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ადამიანი სიმდიდრეს დააგროვებს, მერე აუცილებლად არა, მაგრამ ძალიან უდიდესი უმრავლესობა ადამიანებისა იცვლება. ანუ აუცილებლად არ იცვლება, მაგრამ უმრავლესობა ადამიანს იცვლება და უჩნდება ამ სიდრეზე მომხვეჭელობაზე მიჯაჭვულობა და იმედი. და ზუსტად ეს აკოლებს ადამიანს, რომ იმედი არ აქვს უკვე არა თქვა ღვთისა, არამედ ამ სიმდიდრისა და ამის გაცემა ენანება. როგორც მამები ამბობენ, ვერცის მოყვარეობის დასაწყისი გლახაკთ სიყვარულია, ხოლო მისი ბოლო მათი სიძულვია. ესე იგი ადამიანი სანამ დააგროვებს, ანამ ამბობს, რომ აი მე მინდა მამაო, რომ დავაგროვო სიმდიდრე, რომ შეძლებული ვიყო, რომ რამდენი გაჭირვებულია, დავეხმარო. და ადამიანი როდესაც სიმდიდრეს დააგროვებს, მერე
გაჭირებული თვალი დასანახადაც ეზარება, აღარ უნდა. ანუ სიმდიდრესკენ ადამიანის და მის მოდგმას აქვს თავისებური ძალიან რთული დამოკიდებულება და ეს უნდა გავითვალისწინოთ. სიმდიდრე მოცემული ადამიანზე რომ მოიპოვოს სათესასწრებელი და სიკეთე გაამრავლოს, დაეხმაროს გაჭირებულებს და თუ ამას არ გააკეთებს, ეს სიმდიდრე მის დასაშლელად იქნება. და ასე რომ ბევრი ამბობს და რტვინავს ის წინაშე, ვაი რატო არა მაქვს ხო ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, მერწმუნე ჩემო ძვირფასებო, ეს აზრი ერთხელაც არ გაივლოთ თავში. რომ ჩვენ რომ დიდი საქმეების გამკეთებლები ყოფილიყავით, დიდი სიმდიდრეს გვექნებოდა და ეს თუ ჩვენთვის კარგი იყოს და ჩვენი სულისთვის, კარგი მდიდრებიც იქნებოდით. ასე რომ სადაც ვართ, როგორც ვართ, კარგად დავინახოთ ჩვენი თავი, შეიძლება არ ვაკეთებთ იმას, მაგრამ ჩვენში ბუდობს ეს დიდი ცოდვა, ეს მამონა არის სიმდიდრის ტრფიალი, ვერცის მოყარეობა და შეიძლება ადამიანი ღარიბი იყოს, ხელმოკლე ცხოვრობდეს, მაგრამ ძალიან დიდი ვერცის მოყარე იყოს. ანუ სიმდიდრის და ქონების მოყარე და ძუნწი. და შეიძლება ადამიანი დიდარიც იყოს, შეძლებულიც იყოს და ის იყოს ხელგაშლი და კარგი ქრისტიანი. ასე რომ თუ ჩვენ თავში დავაკვირდებით, შეიძლება გაქვს თუ არა გაქვს, უმრავლესობა ალბათ აღმოაჩენთ, რომ ჩვენშიც არის ეს რაღაცა და აუცილებელია რომ ვებრძოლოთ ამ ცოდვას, რომ ჩვენში გამომჟღავდა თუ არ გამომჟღავდა, რომ გამოვიდეს და ჩვენ გავთავისუფლდეს ვერცის მოყარეობისგან, თორემ პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ძირი არის ყოველთა ბოროტა ვერცის მოყარეობა. და სხვა განმარტებები ამ ადგილზე ამბობენ, რომ ამ ადამიანს სრული სიყვარული არ ქონდა. უფალი ბოლოს ასეულება, რომ შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის და თქვენ მოგეხსენებათ, რომ რომელ საუყვარდეს მოყვასი სრული, მან მოყვასისთვის იმან ჯული აღასრულა. რამე თუ ცნებები პავლე მოციქული ბრძანებს ამას, რომ არა კაცმა, არა იმრუშვა, არა იპარო, არა გული გითქმდეს და თუ სხვა რამე ცნება მოცემულ არს, ამისვე სიტყვით აღესრულებს. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის. მოყვასვა სიყვარული მოყვასათვისა არა უყვის ბოროტი და ბოლოს ამთავრებს აღმასრულებელი შულისაი სიყვარული არის. ესე იგი ეს ადამიანში გამოწვეული იყო უსიყვარულობით. რაღაცა დონეზე კი იყო ადამიანის სიყვარულიც ქონდა ღვთისაც, მაგრამ აშკარაა რომ უსიყვარულობის გამო აი ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა. და ზოგადად ესეც მინდა რომ გითხრათ, ჩვენი ეკლესიაში სიარულის მიზანი არის სიყვარულის მოპოვება. ჩვენ სხვა მცნებები, რომ აი ეს რაც არის არა კაცკლა, არა იმრუშო, პატივեց მამასა შენსა დედასა, ეს ყველაფერი გვეხმარება ჩვენ სწორი ცხოვრებისთვის, რომ შევასრულოთ ის დიდი მცნებები. დიდი მცნება რომელია ჯულში უფალს ვეკითხეს, რომელია დიდი და პირველი მცნება. ხალი მიუგებს, რომ ისმინე ისრაელი უფალი შენი უფალი ღმერთი ერთ არის. და შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოველთა სულითა შენი და ყოველთა გულითა შენი და ყოველთა გონებითა შენი და ყოველთა ძალითა შენი. ესე არის დიდი და პირველი მცნება. და მეორე მსგავსი ამის შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის. ამ ორ ცნებაზე კიდია ჯული და წინასწარმეტყველება. ანუ ჩვენ აუცილებლად უნდა ვეცადოთ ეკლესიაში დავდივართ, რომ შევიცვალოთ და წავიდეთ ღვთისკენ, წავიდეთ სიყვარულისკენ. და თუ ადამიანი გადის ეკლესიაში და არ იცვლება, უნდა მიხვდეს, რომ სწორად არ ცხოვრობს, სწორად არ შრომობს და სწორად არ იღწვის. ასე რომ გაგვეცოთ ღმერთმა, დაგიფაროთ ღმერთმა ის უწმინდესობის, მეუფლეების, მამების, დედების ლოცვით და გისურვებთ, რომ თქვენ თავში დაინახოთ ეს ცოდვა, თხოვოთ ღმერთს, რომ მოგცეთ სინანული და მოგცეთ სიძულული ამ ცოდვის მიმართ, რომ გამთავისუფლდეს ამ ცოდვისგან და სიყვარულში გქონდეს წისვა და წარმატებები. რომ თუ შეიყვარებ ღმერთს, მაშინ ცოდვას აღარ ჩაიდე. თუ შეიყვარებ მოყვას, მაშინ ცოდვას აღარ გავუკეთებ. და დაიმახსოვრეთ, რომ აღმასრულებელი ჯულისაი სიყვარული არის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ ორსავ სოფელსა შინ.